ის რომ გასაუბრებაზე მიგიწვიონ დღეს, აი ამ ნაბიჯამდე მისვლაც კი რთული არის ბევრი პროფესიონალისთვის. თან ისეთი ადამიანები, რომელსაც 10 და 15 წლიანი გამოცდილება აქვს და მართლა კარგები არიან. იმიტომ რომ არიციან რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ყველაფერი ამოაყირავა აბსოლუტურად, რეზიუმეც სტილიც ხვანაირი უნდა იყოს, უკვე LinkedIn-იც ძალიან აქტიურია და თუ top management-ის კანდიდატი ხარ ხელმძღვანელ პოზიციაზე, მან დეძებენ უკვე headhunter-ები, ანუ რეკრუტერები ამ ადამიანებს და ბევრს არ მიუქცევია წლების განმავლობაში ამისთვის ყურადღება. ჩემთან მოდიან და მეუბნებიან, არასდროს დამჭირვებია რეზიუმე. და არ მაქვს, მაგრამ მინდა კარგი სამსახური. დღეს შეიცვალა ბევრი რამე. თან განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზარზე უნდათ უკვე გასვლა ადამიანებს დისტანციურ რეჟიმში მუშაობა ეს COVID-მაც გამოიწვია და მესმის კიდეც მათი ამ საცობების ფონზე და ამ ხელა სტრესის ფონზე ყველას უნდა რომ სახლიდან იმუშაოს, მაგრამ თუ ამ ტენდენციებს არ მიყვები ადამიანი და შენ თვითონ არ ეძიები რა როგორ ხდება, როგორ უნდა გავაკეთო, როგორ პოზიციონირდე რომ მივიდე იქამდე, შეუძლებელია რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყო, რომ ხმა მიაწვდინო ვინმეს და კარგი პროფესიონალი.